როდესაც ოჯახის შექმნა გადაწყვიტეთ, წინააღმდეგები იყვნენ ოჯახის წევრები თუ იცნობდნენ? გადაწყვიტა სრულიად დაუკითხავად ყველასგან. რა ასაკში? უკვე დიდი გოგო ვიყავი 25 წლის. ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი და გავიპარეთ. და როგორი რეაქცია ჰქონდათ ოჯახის წევრებს, როცა გაიგეს? არ მოეწონათ არჩევანი? იმიტომ არ მოეწონათ არჩევანი, რომ ჩემს მეუღლეს ყავდა მეუღლე. დაოჯახებული იყო? დაოჯახებული იყო და ყავდა მეუღლე, მაგრამ რა ვიცი, ახლა მე მისი თქმიდან გამომდინარე უფრო ვენდე და მისი თქმიდან გამომდინარე უფრო მისი აქტიურობიდან გამომდინარე უფრო ხდება მაგრამ ბევრი თქვენ დაგადანაშაულებდათ მისი ოჯახის დანგრევას. რა თქმა უნდა, ახლა აბავისდან დაანაშაულებდნენ. ამ დროს თვითონ მქონდა ამის სურვილი ძალიან დიდი, იმიტომ რომ თვითონ ამბობდა რომ მე დაუშვი შეცდომა და მე მთელი ცხოვრება ვეძებ ნამდვილ სიყვარულს. და რაღაც ვიპოვე სიყვარული და всё მორჩა დამთავრდა, მაგრამ აი დედამის მქონდა ესეთი მომენტი, რომ შენ წაეთრევი სახლიდან და ერთ ჩემთან დარჩება და აი ეს ფილმა არ მიგიღოთ? არა, დედამ ფილმა არ მიმიღო ბოლომდე. რატო? ახლა როგორი მისაღები ვიყავი? რატო? ძალი სახლში ეжდა. პირველი ცოლი ისევ სახლში იყო და თქვენ ვერ მიხვედით? არა, ვერ არც მივედი, არც მივიდოდი. ანუ ისე დაშორდით, რომ მათთან არ ქონდათ კონტაქტი? არა, არ მქონდა. ეს ხო არ იყო დაძაბულობის და დაშორების? რა თქმა უნდა, იყო დაძაბულობის და დაშორების მიზეზი იყო. რამდენ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ? 3 წელი. ამ დროს უკვე ყავდათ შვილიც. კი. რთული იქნებოდა? თავიდან თითქოს ადვილი იყო, მერე უფრო რთული გახდა, იმიტომ რომ სულ ომი იყო, სულ. მირასთან დაკავშირებ, ჩერიგებაზე? ხო, სახში მოდი. გადაწყვეტილება დაშორების თქვენ მიიღეთ თუ მეუღლე? ეს ჩემი მიღებული გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ბოლოს რაღაცა მომენტში დავიყალე და იმიტომ. მით უმეტეს რომ ძალიან მიყვარდა და ძალიან გამიჭირდა დაშორება, მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება და ბოლოს რომ მეუბნებოდა რომ მოდი რომ შევრიგდეთ რა და არ დავშორდეთ ერთმანეთს, იცი რას ვფიქრობდი, რომ ეს შერიგება იქნებოდა ერთი კვირა მაქსიმუმ, ისე როგორც საჭირო იყო და ერთი კვირის მერე იგივე დაიწყებოდა მოდი და აღარ მინდოდა ეს სიტუაცია უკვე და ამასაც პასუხისმგებლობის მომენტები ჰქონდა ძალიან დაბალ ლეველზე და აქედან გამომდინარე უბრალოდ დავიყალე. ანუ სიყვარული იყო რეალურად როცა შორდებოდა? სიყვარული იყო ძალიან დიდი. მასაც ძალიან გაუჭირდა და მეც ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ეს ნაბიჯი ბოლოს მაინც გადავდგე, იმიტომ რომ მეთქი მთელი ცხოვრება ამ სიტუაციაში ვერ ვიცხოვრებ, არ შემიძლია მეთქი და წამოვედი. სამსახურში რო წავიდა, დილას არც მეთქვი არაფერი, ისე ჩავალაგე ჩემი რაღაცები და წამოვედი. რა რეაქცია ჰქონდათ? გაგიშდა. როდოთ ან მოვიდა? გაგიშდა რა გააკეთეო. ეკა სიმღერასთან მიმართებაში როგორ იყო მეუღლე? მოწონდა თუ ეჭვიანობდა იგივე თაყვანისმცემლების მიმართ ვის ყურადღებას იქცევდით, ან თუნდაც ჩაცმულობაზე რა სცენას უხდება? კი, ქონდა ესეთი მომენტები. არ მსიამოვნებს ჩემ ცოლს რო ესე უყურებენ, რაღაცას, მოკლე არ ჩაიცვა, ის არ ჩაიცვა, თემბეუნებდი. კი, არ ჩავიცვა, ჩანთაშ ჩავიგდებდი ხომ მოკლე ზოგი ქვედა ბოლოს და წავიდოდი კონცერტზე, მე ხედავდა ხომ ტელევიზორში და იყო ხომ ამბავი. და აქტიურად დაუბრუნდით კარიერას. უფრო სწორედ 90-იანი წლები იყო და ოჯახის რჩენას.